დამოკიდებულება არა მხოლოდ ნარკოტიკული ინდივიდის, არამედ მთელი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გამოწვევა. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის პრობლემა, ეს ერთდროულად სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო პრობლემა, რომელიც გავლენას ადამიანების ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და მომავალზე ახდენს. დამოკიდებულება ხშირად ჩუმად, შეუმჩნევლად იდგამს ფესვებს და ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხედავთ მის სიმძიმეს, როცა უკან დაბრუნება უკვე საკმაოდ რთულია, თუმცა თავისთავად ცხადია, პრობლემა არ წარმოადგენს საბოლოო განაჩენს, ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერას, ზრუნვას და სწორ ინფორმირებულობას შეუძლია გახდეს გადამწყვეტი ფაქტორიც კი სწორედ ამის პარალელურად. და ყველაზე მთავარი, დღეს უკვე არსებობს წამყვანი და ინოვაციური სამკურნალო მეთოდები, რომლებიც საერთიანებს მედიცინას, ფსიქოთერაპიას, სოციალურ ჩართულობას, როგორ და რატომ ვითარდება ეს მდგომარეობა, რა ემოციური ან ბიოლოგიური ფაქტორები უდევს მას საფუძვლად, როგორი ნიშნებით შეიძლება შევამჩნიოთ, რომ საყვარელი ადამიანი ამ უხილავ ომშია და როგორ ვებრძოლოთ დამოკიდებულებას პროფესიონალების დახმარებით, ჩვენი სტუმრები გვეტყვიან. სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ, ჯუნა თუთბერიძე, დამოკიდებულების სპეციალისტი და გიორგი დემეტრაშვილი, დამოკიდებულების კონსულტანტი, გვერდთებიან დილამშვიდობისა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც ემსახურებით, იმიტომ რომ ნამდვილად უამრავი ადამიანი, რომელთაც თქვენი დახმარება და თქვენი ჩართულობა ძალიან სჭირდება და ეს უკვე აღნიშნე წარდგენაშიც, რომ არ არის კონკრეტული ინდივიდის პრობლემა, ეს არის ზოგადად ოჯახის, საზოგადოების, მთელი ქვეყნის და ზოგადად მსოფლიოს პრობლემა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და ზოგადად დამოკიდებულება სხვადასხვა მავნეჩვევებზე ეს არ არის ახალი სამყაროსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, თუმცა საინტერესოა პროფესიონალების მოსაზრება, რას ნიშნავს დამოკიდებულება ზოგადად სამედიცინო შეფასებით და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და როგორ ხდება აი ამ ნივთიერებებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ეს ხდება დაუშვათ ნელ-ნელა, თანდათანობით, თუ შესაძლოა რომ ერთბაშად პირველივე გამოცდილებისას ადამიანი გახდეს დამოკიდებული. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მე ვახსენეთ, რომ დაავადება ამაზე თანხმდებით, რომ დამოკიდებულება არის დაავადება. რო შევხედოთ ეს მეცნიერულად, რომ ავიღოთ რატოა დაავადება დიდ ზეგავლენას ახდენს თავის ჯილდოს სისტემაზე. ნებისმიერ რაღაცა ქმედებას მოყვება გარკვეული ჯილდო და მოხმარების პერიოდში დოფამინების სისტემა არის შეცვლილი. მარტივად რო ვთქვათ, გაფუჭებულია და ნებისმიერი მოხმარება იქნება ეს თუ აზარტული თამაში თუ უკეთესი ცხოვრების მომავალი, გარკვეულ სიამოვნების ჰორმონს გამოყოფს ჩვენი თავის ტვინში. ამიტომ მე რომ მიდრეკილი ვარ რაღაცა ნივთიერების მოხმარების მიმართ, ნივთიერება არის უბრალოდ სუროგატი. რეალურად მიდრეკილი ვარ, როგორღაც ეს ჯილდოს სისტემა შევივსო და ზოგი ამას ალკოჰოლში ნახულობს, ზოგი კლუბურ ნარკოტიკში ნახულობს, ზოგი თამაშში ნახულობს და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ფორმები განსხვავებულია, თუმცა შედეგები ერთმნიშვნელოვნად ყოველთვის საბოლოო ჯამში მძიმე. რა თქმა უნდა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ ავიღებთ, ეს არის პირდაპირ გადაუმუშავებელი ემოციებიდან გამომდინარე, როცა ადამიანი ვერ ამუშავებს საკუთარ ემოციებს, ან უგულველყოფს, ან არ ასწავლეს, ან ვერ ისწავლა, ან სადღაც სხვანაირად ჩამოუყალიბდა მათთან გამკლავების რაღაც გარკვეული სტრატეგიები და ეს ემოციები არის ძირითად შემთხვევაში სირცხვილი დანაშაულის განსხვავება. ჩვენ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით და საინტერესოა ზოგადად რომელი ჯგუფებია საერთოდ მოწყვლადი უფრო მეტად მიდრეკილი სწორედ აი დამოკიდებულებებისადმი. ამ თემაზე აუცილებლად გავაკეთებთ აქცენტებს, თუმცა მაინტერესებს არსებობს თუ არა გარკვეული გენეტიკური განწყობები სწორედ დამოკიდებულების ჩამოყალიბების პარალელურად. თუ ადამიანი რაღაც თავისი ცხოვრების სტილიდან, რაღაც გარკვეული ტრავმებიდან, ცხოვრებაში გადამხდარი გარკვეული ნეგატიური მოვლენებიდან ხდება მოწყვლადი. არის გენეტიკური და შეძენილი დამოკიდებულება. უბრალოდ გენეტიკა არ ნიშნავს, რომ დნმ-ში გვაქვს ის, რომ ჩვენ რაღაცა ნივთიერება გვაკლია. არის ჯილდოს სისტემა, რაც აღნიშნეთ. შეიძლება დაზიანებული ჯილდოს სისტემით დაიბადოს ბავშვი და უფრო მეტად იყოს მოწყვლადი დამოკიდებულებების მიმართ. გარდა ამისა, თუ მაგალითად ოჯახში ერთი ადამიანი არის, ვისაც ალკოჰოლის, თამაშის და ნარკოტიკების პრობლემა აქვს, უფრო დიდი შანსია ბავშვსაც ზუსტად იგივე პრობლემა ჩამოუყალიბდეს. პროვოცირება ერთგვარი შეიძლება ითქვას, რომ ხდება. აი საინტერესოა უკვე როგორ არის შესაძლებელი, რა არის ეს პირველი ნიშნები, სიმპტომატიკა ადამიანში, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მას აქვს ეს პრობლემა, რასაც დამოკიდებულება ქვია და როდესაც ჩვენს უკვე განგაში ზარი უნდა ჩავრთოთ.
კი ბატონო, იწყება საკუთარი მოთხოვნილებების და საჭიროებების უგულვებყოფა. მნიშვნელოვანი რაღაც საქმეების გადადება შემოდის ტყუილი ცხოვრებაში, ვეღარ ძლებს ადამიანი უკვე მოხმარების გარეშე, ვეღარ ძლებს ადამიანი. აი სანამ მოიხმარს მარშმელოუს ექსპერიმენტი, არსებობს საკმაოდ ცნობადი ექსპერიმენტია ბავშვებს, რომლებსაც მარშმელოუს უდებენ და ეუნებიან 15 წუთით. მოითმინა და მეორეს მოგცემ, უმეტესობა ბავშვების ვერ ითმენს. იმიტომ რომ სწრაფი სიამოვნების მიღების სურვილი აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხა სახში ყველა მარშმელოუ ჩავატაროთ და თუ ბავშვმა ვერ მოითმინა, ვაიმე დამოკიდებულების პრობლემა აქვს, მაგრამ უფრო მოწყვლადია მარტივად და სწრაფად მიიღოს გარკვეული სიამოვნება. გასაგებია, ჯუნა, ძალიან საინტერესოა. ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ თამაშის დამოკიდებულებაზე დაძლევა გაცილებით რთულია დაუშვათ ნარკოდამოკიდებულებასთან შედარებით. ან იგივე ალკოჰოლი კიდევ უფრო დამღუპველია ვიდრე ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ინტერპრეტაცია მრავალია, რამდენნაირიც არსებობს დამოკიდებულება, იმდენი აზრი არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ დამოკიდებულების გზაზე ბრძოლა არის ძალიან რთული ადამიანისთვის, რომელიც იბრძვის თავად და ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ამ ბრძოლის პარალელურად, მაგრამ მაინც აი გარკვეული პროფესიონალური შეფასება რომ გავუკეთოთ. არის აი სხვაობა დამოკიდებულებებს შორის და მათდამი ბრძოლისა და მიდგომების თვალსაზრისით. მიდგომების თვალსაზრისით დიდი სხვაობა არ არის, ერთი და იგივე თერაპიულ მეთოდებს ვიყენებთ ყველა დამოკიდებულ ადამიანთან. რომელი უფრო დამანგრეველია, ხა ცალსახად მაგის თქმა ცოტა გამიჭირდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრებას და მის გარშემო ოჯახს და სოციუმს ანგრევს და ანადგურებს. ფაქტია, ეს ნარკოტიკი, ალკოჰოლი და თამაში ყველაზე ესეთი გამოვლინებებია, რომელიც საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც გამანადგურებელი შედეგებია. რაც შეეხება თამაშდამოკიდებულებას, შეიძლება ითქვას, რომ უფრო უჭირთ გამოსვლა მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ერთ-ერთი თქვათ ფაქტორი არის ის, რომ ფიზიკურად არაფერი არ ეტყობა თამაშდამოკიდებულ ადამიანს რა, რაღაც ნორმალურად აცვია, მაგრამ შინაგანად არის განადგურებული, ანუ გარედან ძალიან რთულია შესამჩნევია, სანამ უკვე აი ძალიან ფსკერზე არ დავა, ფსკერს ვეძახით ხოლმე, დამოკიდებული ადამიანი რომ უკვე ყველაფერს დაკარგავს და გაანადგურებს თავის გარშემო. აი თქვათ ალკოჰოლის მომხმარებელ ადამიანს ფიზიკურად ეტყობა. და რაღაც ხრივ შეიძლება დაგეთანხმოთ ზეღან რას თქვით, რომ ალკოჰოლის მომხმარებელი ადამიანი უფრო ხშირად აი ბევრად დიდი დაზიანებებით მოდიან, ვიდრე თქვათ ნარკომომხმარებელი. ოღონდ ამ ნარკოტიკებშიც დღეს უკვე ეს აი ახალი ნარკოტიკი, ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკები რო შემოვიდა, ნუ ეგ კიდე არ ვიცი, მე ვეძახი რაღაცა გამანადგურებელი იარაღია მგონია, რომ ამ ხალხი გაწყვიტოს, იმიტომ რომ ძალიან აი ერთი მოხმარებაც კი უკვე დამანგრეველია, რაც ახლა ვთქვათ, აი ოპიატების შემთხვევაში უფრო ადვილად შედარებით ადვილად გამოდის ადამიანი მდგომარეობიდან. ამიტომ ესე ამ ჯგუფის ნარკოტიკს შეუძლია რომ დაუშვათ 1-2 მოხმარებითაც უკვე ადამიანი გარკვეულწილად დამოკიდებული გახადოს. თუ ფსიქიკურად ცოტა უფრო მოწყვლადი არის, მათთვის ძალიან საშიში არის რა და ნუ ეხლა წინასწარ არ ვიცით არავინ რა შეიძლება მეც ვიყო ეხლა ეს ჯანსაღი ადამიანი ჩარვარ ფსიქიკურად გრადი, მაგრამ აი ამ ნარკოტიკმა ერთმა მოხმარება მას კი შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მაგრამ ნუ ვიცით რომ მიმიყვანოს. სწორედ აი ამ ქარტეხილების პარალელურად, რასაც ახლა თქვენ ახსენებდით, რომ აი თამაშდამოკიდებული ადამიანი რაღაც ფსკერი ახსენეთ სიტყვა, რომელიც ნუ აბსოლუტურად პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე ეს ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვინც მათ გარშემო არის, ასევე იგივე სასმელთან მიმართებაში, სასმელი საკმაოდ რთული და ამავდროულად ერთი შეხედვით მარტივი ნივთიერება ჩანს, რაღაცნაირად ალკოჰოლის ნარკოტიკი. რომანტიზებულია ხო საზოგადოებაში, გარკვეულწილად ძალიან მარტივი ხელმისაწვდომია, მარკეტინგულად ძალიან გამართულია და ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მოკლედ, ну, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ არასრულწლოვანებს.
აი რა როლი აქვს აი ამ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი გარკვეული პრობლემის წინაშე დგას, რა როლი აქვს ამ დროს ოჯახის ყურადღებას, ოჯახის ჩართულობას და აი ამ ადამიანების რაღაც მუდმივ რეჟიმში კონტროლის მექანიზმის გააქტიურებას, რომ რაღაც გარკვეული ნიუანსები არ გამოგვეპაროს ჩვენი საყვარელი ადამიანების მხრიდან. ანუ გულისხმობთ ოჯახის ჩართულობის მნიშვნელობას ალბათ გამოჯამთელების პროცესში, ხო? ნუ დასაწყისისთვის ახლა რაღაც კონტროლი არის პირიქით მუშაობს ხოლმე კონტროლის მექანიზმების გააქტიურება რა, როგორც ახსენეთ და რაღაცა მოკლედ გამოჯამთელებას რო იწყებს ადამიანი. ვიძახ ჩვენ ვამბობთ და არა მარტო ჩვენ, დამოკიდებულება არის ოჯახური დაავადება. არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. ცხადია. ოჯახის წევრებმა, ვინც ადამიანთან ცხოვრობს, ხო, ეს იქნება ცოლი თუ მშობლები თუ ასე შემდეგ. ჩვენ ყველას ურჩევთ და რეკომენდაციას ვაძლევთ ხოლმე, რომ ჯერ თქვენ მობრძანდეთ, რომ ცნობიერება ამაღლდეს უბრალოდ, რასთან გვაქვს საქმე. ამის პრობლემა სერიოზულად არსებობს ჩვენ ქვეყანაში, ცნობიერების უბრალოდ ინფორმაციის არ ქონა არის რა. არ ვიცი როგორ ვიურთიერთო დამოკიდებულ ადამიანთან. არ ვიცი რომელი არის სწორი მიდგომები დამოკიდებულ ადამიანთან. ჩვენ გონია ხოლმე რომ ზრუნვა გადამეტებული ეს კარგია, რაღაცა ვალებს გაუსტუმრებ და მეორედ აღარ იზავს. აი ამ რაღაცა საქციელებით პირიქით უბიძგებთ ადამიანს რომ იმაში დარჩეს. დახმარება ან ნამდვილად მიყვარს ადამიანი მინდა რომ ხელი შეუწყო. იმიტომ რომ ამ ადამიანების მთავარი მიზანი ბუნებრივია ის არის რომ გადაარჩინოს ხო ეს ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანოს, რასაც დამოკიდებულება ქვია და ახალი ფურცლიდან დაიწყოს სიცოცხლე, მაგრამ აი ახსენეთ დაბნეულობა, რომელიც ნუ ძალიან ბუნებრივია რომ არის საზოგადოებაში, იმიტომ რომ ყველას არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, თქვა სანამ არ აღმოჩნდები ამ მდგომარეობაში და სანამ თქვა ამ ნაბიჯებს არ გაივლი, თქვა დამოკიდებულ ადამიანთან ერთად შეუძლებელია რომ ხო იცოდე ეს ყველაფერი ესე კონდეს გარკვეული შესაბამისი ტექნიკები. პროფესიონალების ჩართულობა, გამოცდილი ადამიანების ჩართულობა და თვითონ იმ ადამიანებთან კონსულტაცია და რეკომენდაციების მოსმენა, ვინც გაიარა უკვე ეს გზა. მაგ ესეთ ურთიერთობას და თერაპიას ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში, როგორც ერთი დამოკიდებული მეორეს დაეხმარება და ასევე თანადამოკიდებული. ამ თავისი ისტორიის გაზიარებას, ამის მოსმენას და იმის გათვალისწინებას თუ როგორ იმოქმედა. ეხლა მაგალითად ერთი მოკლე ისტორია რომ მოგიყვეთ, ერთ-ერთმა თქვა ჩვენმა ბენეფიციარის დედა სანამ ჩვენი ბენეფიციარი გახდებოდა ის ადამიანი, სახლში არ შეუშვა. ის ბიჭი უკაკუნებდა გარედან, რომ გამიღე კარები მშია და აი როგორია ხო დედისთვის ახლა ეგეთი რამის გაკეთება. ხელა ძალა ჭირდება რომ შვილს, მაგრამ აი გიყოს სწორი, მაგრამ ის ბიჭი დღეს უკვე გამოჯამრთელებული. ანუ უარმა უბიძგა მას რომ თქვა ეს პრობლემა დაეძლია? კი, რომ ნაბიჯი გადაედგა, დაეწყო გამოჯამრთელების პროცესი. სანამ დამოკიდებულ ადამიანს აქვს რაღაცის იმედი, რომ ვიღაცა დედა ან ვიღაცა მეგობარი რაღაცით კიდე დაეხმარება, ან იმ რაღაცა ატლასის ეს იყო თქვენი მისი სახლში არ შეშვება, ეს იყო თქვენი ჩართულობით და თქვენი რჩევიდან გამომდინარე თუ უბრალოდ რეკომენდაცია. იმიტომ რომ ეს მოხდა ინდივიდუალური ადამიანის ფსიქოტიპის შესწავლის შემდეგ, ალბათ გარკვეული მითითებები მოქმედებს. კი ბატონო. ძირითადად ეგ არის, აი ძალიან რთულია ხოლმე უთხრა ხო, მშობელს ან ცოლს, რომ უხეშად გამომევა, მაგრამ აი ხელი კარი. არაფერი აღარ გაუკეთო, ხო ძალიან რთულია, როგორ შვილია, პირიქით უნდა მოუვარო, შია, ვაჭამო რაღაც, მაგრამ არ მოქმედებს. დასაწყისში რომ ყურადღება ზედმეტი კონტროლი, ვთქვათ, გვერდში დგომის სურვილი არ ამართლებს და შესაძლებელია რომ ეს სწორედ ამ საკმაოდ მკაცრმა გადაწყვეტილებებმა ნაყოფი კაცრი და ხისტი მიდგომები არის. სანამ ჩვენ გადავალთ უკვე მკურნალობის მეთოდებზე, დღევანდელ თანამედროვე სამყაროში მიდგომებზე, რომელზეც ფაქტობრივად პარალელურ რეჟიმში ჩვენ სულ ვსაუბრობთ ჩვენი კომუნიკაციის განმავლობაში, ასევე აუცილებლად უნდა შევეხო სტიგმის საკითხს,
რომელიც მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დროის გასვლასთან ერთად საზოგადოება გარკვეულწილად მიმღებელი ხდება სხვადასხვა თემის მიმართ, ამ თემის ირგვლივ ყოველთვის არსებობს გარკვეული სტიგმა, რაც დაუძლებელია. საზოგადოებას აქვს საკმაოდ ისეთი სკეპტიკური, საკმაოდ ისეთი გაღიზიანებული დამოკიდებულება სწორედ ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც სხვადასხვა დამოკიდებულებით არის გარემოცული და რაღაცნაირი მიმღებლობა არ არსებობს. რა როლი აქვს საზოგადოების ჩართულობას, არა ოჯახის წევრების, არამედ იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი არიან, ეს იქნებიან ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები თუ კოლეგები სამსახურის სივრცეში, რომელთანაც ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში გვიწევს. დავიწყოთ იქიდან, რომ სტიგმა კლავს. როგორც მოწევა და სხვა რაღაცები ზუსტად ეგრე მოქმედებს. აქ ცოტა თანადამოკიდებულების სტიგმასაც შევეხება, სიჩუმეს, დამალვას და მსგავს რაღაცებს შედეგი საერთოდ არ მოაქვს. მაგალითად, რა ვიცი, ბავშვმა ხელი მოიტეხა, ამას ხო არ მალავთ სამეზობლოში, სანათესაოში, იმაში, რომ ახლა ხელი მოიტეხა, ესე იგი ეს ბავშვი ცუდია, უყურადღებოა, უპასუხისგებლოა და ასე შემდეგ. ესეც ზუსტად დაახლოებით დაავადება, ამასაც არ ჭირდება დამალვა. რაც უფრო თავის დროზე და ხმამაღლა დავიწყებთ ამ რაღაცებზე საუბარებს, მით უფრო დავანგრებთ ამ სტიგმასაც. მეორე სტიგმა, რომ ყოფილი მოუხმარებელი არ არსებობს, ყოფილი როგორ არ არსებობს, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ჩვენ პრაქტიკაში, სადაც არსებობენ ეს ადამიანები, პირიქით დაუბრუნდნენ ცხოვრებას, პირიქით უფრო მეტად პასუხისგებლები არიან, უფრო მეტად გაცნობიერებულები არიან საკუთარ თავსა და საჭიროებებზე. კიდევ უფრო ძლიერები და გამოცდილები. ბევრად ძლიერები და გამოცდილები არიან, იმიტომ რომ გაიარეს ის რაღაცა, ისიც ნახეს და ესეც იციან რა არის და რას აძლევს. და აქედან გამოსული ადამიანი ორმაგად აფასებს თავის ყოველდღიურობას და თავის ცხოვრებასაც. და ეს ადამიანები არ არიან ცუდი ადამიანები. ცხადია. მუშაობის პროცესში მე თვითონ ხანდახან მოვიწყდება ხოლმე რომ თავთ დამოკიდებულების პრობლემა, იმიტომ რომ პასუხისგებლობით, ყურადღებით, ჩართულობით, ინტერესით, საკუთარი საინტერესო არის ამ ადამიანებმა ეს დამოკიდებულება მარტომ დაძლიეს თუ თქვათ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ამ დროს პროფესიონალმა. და პროფესიონალის ჩართულობასთან ერთად იმის გამო რომ საეთერო დრო ცოტა დარჩენილი აუცილებლად გავამახვილოთ აი პირადად თქვენს მიდგომებზე ყურადღება და რა თანამედროვე ინოვაციური მიდგომები და კომპლექსური საშუალებები არსებობს დღეს იმისთვის რომ ადამიანებს დაეხმაროთ. კი ბატონო, არსებობენ იშვიათად ადამიანები, რა ვიცი, შეიძლება იყოს რა 10,000-დან ერთი, რომელმაც თავისით შეძლო რაღაცა. ეს თავისით შეძლებს ან ჩემიძლია რაღაცა. უბრალოდ თვით დამშვიდების ფრაზაა, რომელიც რაღაცა ესე ჟღერს, რომ გადავრჩი, თუ შევძელი, ესე იგი გადავრჩი. შესაბამისად, პროფესიონალის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეგრე კბილის ამოღებაც შეუძლია ადამიანს მისით თავისით. და ეს შედეგს ხშირ შემთხვევაში თუ შედეგს მოიტანს და სხვა რაღაცა მედიკამენტოზური მკურნალობა შეუძლია თავისით. ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ პრობლემის არ ჩასწვლა და ეს მიდგომა ისწავლა და ასე შემდეგ. ჩვენი მიდგომა არის აი გადაუმუშავებელ ემოციებზე დავამუშავოთ. ისწავლოს ადამიანმა როგორ გაუმკლავდეს სტრესულ მდგომარეობებს ისე რომ აღარ დაჭირდეს გაქცევა და მოხმარებას და დამოკიდებულებას სტრესისგან თავის არიდების საშუალებაა. მეტი გასაგებია და ჯუნ ბოლოს რომ გითხრათ აი მინიმალურიდან მაქსიმალურამდე რა ბადა შეიძლება არსებობდეს მე მესმის რომ ეს ძალიან ინდივიდუალური შეიძლება იყოს თითოეული ადამიანისთვის მაგრამ აი მინიმუმი და მაქსიმუმი რა შეიძლება იყოს აი ამ პრობლემიდან გამოსვლის პერიოდი ესე ვიტყვი რომ ჯერ პირველი ნაბიჯი როდესაც ნარკოდამოკიდებული ადამიანია ალკოდამოკიდებული არის პირველი ნაბიჯი რომ დაიწყოს მედიკამენტოზური მკურნალობა მაგის გარეშე მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე გამორიცხული ვერ გადადგავს რა ვერ დაიწყება გამოჯამთელების პროცესი და ახლა მასაც ვიტყვი რომ ესე კომპლექსური მიდგომა არის ხო ჩვენ ვთავაზობთ რა უკვე გვაქვს ჩვენი კლინიკა ნარკოლოგიური სადაც მედიკამენტოზური მკურნალობა ხდება იქვე მიდის თერაპიული მუშაობა შემდეგ არის დახურული ცენტრი და ღია ცენტრი როგორც სიუჟეტში იყო ნათქვამი მინიმალური დახურულ ცენტრში დაყოვნების ვადა ეხლა გვაქვს 42 დღე ეს არის მინიმალური რომ ადამიანი ცოტა დამშვიდდეს და ბიოლოგიური პროცესები მიდის ახალი ნეირონები იბადება ტვინში და ასე შემდეგ
შემდეგ უკვე აკეთებს არჩევანს. ყველაზე მთავარი არის და გვინდა ჩვენ ადამიანებს მივიყვანოთ იქამდე, რომ გააკეთოს თვითონ არჩევანი, რომელიც გააგრძელებს ცენტრში თუ გააგრძელებს გარეთ დღის ცენტრში. ეს არჩევანის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ პირველი წელი არის ძალიან საყურადღებო. ერთი წელი მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს ადამიანი ამ გამოჯამრთელების პროცესს, რასაც ვეძახით, ანუ თერაპიული ჯგუფები და გვაქვს ასევე მათთვის, ვინც რაღაცა კურს გაივლის ჩვენთვას, უფასო ჯგუფები, ადამიანები მოდიან სულ და რაღაც ერთმანეთის ერთმანეთის მხარდაჭერას უცხადებთ რა. პროცესი გრძელია, მაგრამ ღირს და ღირს იმდენად რამდენადაც ადამიანებს რომ უბრალოდ სადონ, ვისაც არ უცდიათ სადონ ეს ამბავი, რომ იცენ თავს შანსი და გიორგი როგორც იძახდა, ხო აი ადამიანები თავიდან იბადებიან, ჩვენ თვალწინ თავიდან იბადებიან რა და ამაზე დიდი მადლობა. რომელსაც ემსახურებით და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს აძლევს მეორე შანსს. ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენს ტელემაყურებელს.